გამარჯობათ, პატივცემულებო, მოგესალმებით საღამო მშვიდობისა, ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. ალბათ ინფორმირებული ხართ, თუმცა კი ვფიქრობ, ეს ინფორმაცია არ გვაწყენდა პირიქით, აუცილებლად მოსაწოდებელია თქვენზე. დღეს ჩვენმა პოლიტიკურმა ერთობამ, პატრიოტთა ალიანსის ეგიდით, რა თქმა უნდა, წარვადგინეთ ჩვენი თავი. ანუ პრეზენტაცია გქონდა საზოგადოების, ფართო საზოგადოების წინაშე. ჩვენი, რა თქმა უნდა, პარტიული სიით, ჩვენ დღეს სტუმრად აგვყავს არათუ სტუმრად, მასპინძელია, მაგრამ მოწვეულია ჩვენი საკრებულოს პირველი ნომერი, ქალბატონი ირმა ცხორაგაული ჩვენთან ერთად არის. ბატონი თორნიკე კივილაძე, ისიც რა თქმა უნდა საკრებულოს შემადგენლობაშია, ათეულშია. და დღეს ბატონმა დავითმა და ქალბატონმა ირმამ ითავეს ეს წარდგენა. ამ წარდგენის შესახებ თხოვნა მექნება, რა თქმა უნდა, პროდიუსერთან, ჩვენს ტექნიკურ ჯგუფთან, იქნების მცირე ვიდეო გავუშვათ, უფრო მეტი ინფორმირებისათვის, ხილვადობისათვის და შემდეგ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მოგეხსენება დღებულობს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. დღეს ჩვენ გვექნება წარდგენა, წარმოვადგენთ იმ ხალხს, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოსთან არიან დაკავშირებულები. ორ დღეში ბათუმში ვიქნებით და იქ იქნება წარდგენა იმ ხალხის, რომელიც დასავლეთ საქართველოსთან დაკავშირებული. დავიწყებ ჩვენი თბილისით. თბილისში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ოთარ ჭიტანავა. გამოდით. მოკლედ მინდა რომ დავახასიათო ზედმეტი პოპულარობის გარეშე. ოთარ ჭიტანავა არის კაცი, რომელსაც აქვს ორი უმაღლესი განათლება. პირველი განათლებით არის ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია, პროფესორია. არის ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უამრავ პროექტს ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო პროექტებზე ლაპარაკია, მაგალითად იყო ესეთი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, პირველი და ყველაზე მასშტაბური პროექტი ტრასეკა. უამრავ პროექტში მონაწილეობდა საერთაშორისო თვალსაზრისით და იყო სახელმწიფო მრჩეველიც კი ეკონომიკის სფეროში. გარდა ამისა, მეორე განათლებით არის დიპლომატი, ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საჯარო დიპლომატიის საერთაშორისო ფონდს, იყო მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეს არის პატარა პოზიცია. ამ კუთხითაც პედაგოგიური საქმიანობა ჰქონდა ძალიან ხანგრძლივი. არის ადამიანი, რომელიც ფლობს, დღეს რატომღაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რამდენადაც ფლობს. ვიყოა იყო ესეთი გამოჩენილი თანამედროვეობის მათემატიკოსი, მარტო ქართული და რუსული იცოდა, მაგრამ ყველაზე დიდი კვალიტატური მოწოდების მათემატიკაში. ოთარი ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, რუსულს, მეგრულია ქართულს და ცხადია მეგრულს და ლაზურს, ეს გასაგებია, როგორც უძველეს ქართულ ენას. სხვათა შორის, რაც ამაყვა მეგრელებისთვის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია ცხენოსნობაში. ვიცი, ცხენი და მეგრელები გამოყოფილია. ოთარი იქნება ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობას. ოთარი არის ძალიან ღრმა ცოდნის პატრონი. პოლიტიკური გამოცხადება აქვს დიდი. სააკაშვილის პერიოდში იყო გაერთიანებული ოპოზიცია მოიხსენება და საბჭოს წევრი იყო ოთარი. პატრიოტთა ალიანსში არის მრავალი წლის განმავლობაში და ყველა ჩვენი აქციის მონაწილეა, ლიდერია ერთ-ერთი პატრიოტთა ალიანსის და ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული კაცია და თუ როდესმე ვინმე აქ ვინმეს აირჩევს, არ ვიცი ჩვენ ქვეყანაში. შეგვაგიჭირეთ, აი ახლა სანამ მოვედი 1 საათნახევარი ვიყავი საცობში. იმიტომ რომ კარგად აიმართება ქალაქი. ქალაქ თბილისის სიის პირველი ნომერი იქნება ქალბატონი ირმა ცხორაგაული. ეხლა ყველა სულ ლაპარაკობს, ვის რა რეგალიები აქვს. ქალბატონი ირმაც ასევე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. სხვა შორის რა უნდა ვთქვა? ეს ხალხი დოქტორები არიან ჯერ კიდე იმ საბჭოთა დროს, როცა სადოქტორო დისერტაციას ფასი ჰქონდა.
და დოქტორები ძალიან ცოტა მიიღდნენ, ისე კი არა დღეს ვერ ყველა დოქტორი. არის რული პროფესორი, არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის კორესპონდენტი და რომ გასაგები იყოს განათლების ცენზი, ხალბატონი ირმა იყო ორ უნივერსიტეტში პრორექტორი, იყო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და იყო ასპირანტურის და დოქტორანტურის ხელმძღვანელი. დიახ, იხილა ჩვენმა ტელემაყურებელმა ეს ჩანართის მცირე ვიდეო იყო ტევადი, იყო გამოსვლები, რა თქმა უნდა, როგორც მერის კანდიდატის, ასევე საკრებულოს სიის პირველი ნომრის და ეს ტევადი ინფორმაცია მიეწოდა ფართო აუდიტორიას. კვალიფიციური ინფორმაცია, დაძლევის გზები, პრობლემების და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეხლა ცოტა გული გვეთანაღრებოდა, კადრი არ იყო ისეთი, რომ გამოჩენილი იყვნენ ორივე პიროვნება, თუმცა წინა გადაცემაში ყავდათ ბატონი ოთარი და რა თქმა უნდა, იმის სახე ისედაც არასდროს დაგავიწყდებათ, მაგრამ ასევე არ იყო ქალბატონი ირმა. ირმაც დაუვიწყარია, მაგრამ მინდა კიდევ ხელახლა გამოვაჩინოთ ქალბატონი ირმა ცხოვრაგაული ჩვენი, რა თქმა უნდა, ზალზეთ პატივსაცემი ქალბატონი, რეგალიები ძალიან კარგად ვიცით, რაც ბატონმა დავითმა აღნიშნა და სურს ასეთი კითხვით გადმოვიდე. დღეს უპირველეს ყოვლისა სურს აღვნიშნო ქალბატონო ირმა ბატონ თორნიკე, რომ წარდგენა მოხდა აღმოსავლეთ საქართველოს, ასე ვთქვათ, მუნიციპალური წარდგენა მოხდა, შეიძლება ასე ითქვას. როგორც ასე ვთქვათ, მერის, ქალაქ თბილისის, ასევე საკრებულოს, ასე ვთქვათ, კანდიდატების, ხო, წევრობის კანდიდატების. დასავლეთ საქართველოში ასევე გვყავს ჩვენი კანდიდატები და ძალიან მალე იქაც მოხდება პრეზენტაცია და ამას შეიტყობს ჩვენი ტელემაყურებელი. კი ბატონო, პრეზენტაციად ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ გეტყოდით პრეზენტაციაზე, გარდა იმისა, რომ წარვადგინეთ ჩვენი ღირსეული პიროვნებები, დამსახურებული პიროვნებები, მებრძოლი ადამიანები, რომელთაც არაერთ გზის დაუმტკიცებიათ, უჩვენებიათ თავის ბრძოლის ეს ომახიანი მხნე ნაბიჯი და იმ კონფრონტაციაში და იმ ბრძოლაში ვდგავართ დღესაც ბატონებო, ამჩნევთ კარგად, მიუხედავად მრავალი მანიპულაციისა, მიუხედავად ეხლახანს გორბმა რაღაც გამოაქვეყნა, რაღაც პროცენტებს წერენ, არ ვიცი რა სურთ, როგორ სურთ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ასე ვთქვათ, მელას რაც ეს იზბრებოდა, ის რომ ელანდებოდა, ან ფიცი რომ გვწამს და ბოლო გვაკვირებს, მაგრამ ისე წავიდა ვითარება, რომ ფიციც დიდი ხანია აღარ გვწამს. ქალბატონო ირმა, თქვენი დიდარი გამოცდილებით, როგორც პროფესიულ სარბიელზე, ასევე საერთოდ ამ ბრძოლაში, სადაც დგახართ, სადაც ვდგავართ და თანამებრძოლები ვართ, ეს დიდი ერთობა, ბევრი რამ გაქვთ გასახსენებელი, მაგრამ ის რაც დღევანდელობაში ხდება და მე დღევანდელობა ეს ბოლო 13 წელიწადი წინა 9 წელისაგან მაინც და მაინც არ გამიმიჯნია, ერთი და იგივეა თითქმის. ეს მე მგონი ცდება ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ჩარჩო საზღვარს და უპრეცედენტოდ ნეგატივი მივიღეთ ჩვენ მრავალი მიმართულებით. თუ უწინ ავად სახსენებელი რეჟიმის დროს დანაშაული ხდებოდა და დასასჯელი თუ არ დაისჯებოდა, სხვა მაინც დაისჯებოდა, ეს ხომ ძალზედ ცუდი შემთხვევაა, დანაშაულს მაინც დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭებოდა პატივცემულებო. და დღეს დანაშაული მათი მხრიდან და არაერთი ჩადენილი, ხო? და შეცდომასა და დანაშაულის შორის დიფერენცირება გავაკეთოთ ჩვენ. დღეს დანაშაულის კვალიფიკაცია მას აღარ ეძლევა. რას ბრძანებდით ყოველივე ამაზე და შემდეგ იცით მრავალი დაგჭათ სათქმელი თბილისის იერსახეზე, სამშენებლო წესრიგზე, მწვანე პოლიტიკაზე, საიდანაც გნებავთ, იქიდან დაიწყეთ, რადგან ყოველთვის დიდი ინტერესით გისმენთ მეც და ძალიან დიდი აუდიტორია. უღმერთი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის.
პირველ რიგში მე აუცილებლად მინდა დღევანდელ დღეზე ვისაუბრო, დღევანდელი დღე ნამდვილად შესდგა და მე როგორც თბილისის საკრებულოს პირველი ნომერი, პარტიული სიით პირველი ნომერი, რა თქმა უნდა არ შემიძლია. ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადოთ ჩვენს პარტიას ასეთი დიდი პატივისცემისთვის, დაფასებისთვის, თუმცა ვფიქრობ ეს მისია ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ვისვის და საკრებულოს დეპუტატს ყველაზე მეტი შესაძლებლობა აქვს მოსახლეობასთან კომუნიკაციის, ეს აუცილებელი პირობაა თუ კი გინდა რომ იყო წარმატებული და წარჩინებული დეპუტატი, თუ კი გინდა რომ რეალურად დეპუტატის მანტიას ატარებდე და ხალხი პატივს გცემდეს, შენი იმედი ქონდეს პირველ რიგში კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ამიტომ ისე კი არა რომ დღეს ვერც მე შეხვდები, ვერც საკრებულოს წერ შეხვდები, ვერც გამგებელს შეხვდები, ვერც მე შეხვდები, ვერავის ვერ შეხვდები. აბსოლუტურად ყველა იერარქია, ყველა მაღალი იერარქიის ბატონები სულ დამალულები არიან, დაკარგულები არიან და ეს ძალიან ცუდი ტენდენცია ზოგადად ქვეყანაში, რომ ასეთი რაღაცა მანკიერი პრაქტიკა გაგვაჩნია. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვფიქრობ რომ ჩვენი გუნდი რა თქმა უნდა წარმოდგენილი იყო ძალიან გამოცდილი, ძალიან ერთგული, მებრძოლი პოლიტიკოსებით. მინდა გითხრათ, რომ ირმა ინაშვილმა კარგად აღნიშნა სწორედ წარდგენის დროს, პრეზენტაციის დროს, როდესაც ბრძანა, რომ თითოეულ ადამიანს, იქ წარმოდგენილ ადამიანს ბიოგრაფია გააჩნია. ბიოგრაფია ეს არ ნიშნავს ის რაღაც ფურცელზე დაჩხაპულია ავტობიოგრაფია მშრალი სიტყვების უკაცრავად თქვენთან და ბრახაბრუხი. რეალურად ყველა ადამიანის უკან დგას განათლება პირველ რიგში, ცოდნა და ქვეყნისადმი ერთგულება და პატიოსნებით მსახურება. აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია იქ გნებავთ პარტიული სიით, გნებავთ რაიონებში წარმოდგენილი იგივე პარტიული სიები და გნებავთ იგივე მერობის კანდიდატები, ნამდვილად ფლობენ ძალიან დიდ სამშობლოს ერთგულებისა და სამშობლოს სიყვარულისა. ეხლა რაც მთავარი აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გუნდი გადახალისებულია, ძალიან ბევრი ღირსეული, რეალურად ღირსეული ახალგაზრდა წარმოდგენილი ჩვენს გუნდში და ეს ძალიან მისასალმებელია და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ახალგაზრდების არის ჩვენი მომავალი, ახალგაზრდებმა დღესვე უნდა დაიწყონ უკვე ბრძოლა, შრომა თავისი ქვეყნისათვის და ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა წევრები მიიღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში, ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრებაში ძალიან წარადგებათ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ პირობებს და დღევანდელ ცხოვრებას, ნამდვილად მე მრავალგზის გამოცდილება მაქვს უკვე ქართული ოცნების ხელში პოლიტიკაში, დღიდან მათი მოსვლისა და მანამდე მე ვიყავი რა თქმა უნდა ოპოზიციაში, მაგრამ დღიდან მოსვლისა მე უფრო და უფრო გავამკაცრე ეს პოზიციები და თავიდან როგორც თქვენ, როგორც მე, როგორც ბატონი თორნიკე, რა თქმა უნდა ყველა ვიდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყო საღად მოაზროვნე ადამიანი, რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვიყავით ოპოზიციაში, თუმცა ქართული ოცნების მოსვლიდან დაახლოებით წელიწად ნახევარში, როგორც კი მივხვდი, რომ ეს არ იყო ის ხელისუფლება, რომელიც სახალხო იქნებოდა, გადავინაცვლე კვლავ ოპოზიციაში. თუმცა არაერთ გზის მქონდა შემოთავაზება ქართული ოცნებისგან, ამას მე არ დავმალავ, მაგრამ მე სადაც ვიდექი, ვდგავარ და ყოველთვის ვიდგები იქ, სადაც სიმართლე და სადაც მჯერა რომ ქვეყნისთვის რაღაცა აღშენებლობის გზებია. მონაწილეობა მაქვს მიღებული ეს უკვე მესამედ მუნიციპალურ არჩევნებში და ორჯერ საპარლამენტო არჩევნებში. პირდაპირ თამამად შემიძლია ვთქვა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამისი არგუმენტებიც მაქვს, ფაქტებიც მაქვს უამრავი. მე სასამართლოებშიც მქონდა ეს საქმეები და მე დამეთანხმება ჩემი ტელემაყურებლები და ის ხალხი, ვინც უკვე დიდი ხანია მიცნობს მით უმეტეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, რომ მე არაერთ გზის გამიყალბეს არჩევნები. გამიყალბეს სწორედ ქართული ოცნების პირობებში. და ქართული ოცნების სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა ნუ დაგავიწყებათ ქართული ოცნების სასარგებლოდ და ქართულ ოცნებაში გადაბარგებული ნაცების სასარგებლოდ. აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მთავარი, იცი და ამიტომ მე დღესაც ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში ვარ შესული და ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა არ გამეორდება და იქნებდა ეს არჩევნები მაინც, ნაწილობრივ მაინც მოხდეს ისე, რომ დაფასდეს ჩვენი პატრიოტიზმი და დაფასდეს ჩვენი ამომრჩევლის ნდობა. კი ბატონო, დიდი მადლობა, როგორ შეიძლება არ დაგეთანხმოთ.
იცით ახალგაზრდები აღნიშნეთ, ახსენეთ და ათეულის წევრია სწორედაც ახალგაზრდა თავისი საქმის პროფესიონალი, განათლების სპეციალისტი, მაყურებელი კარგად იცნობს ჩვენი თორნიკე და მას აქვს ასევე რა თქმა უნდა სათქმელი თბილისთან დაკავშირებით იმ პრობლემატიკასთან, რომელიც ყოველდღიურია, რომელმაც ძალზედ მსახურალი ხელი დააჩინა უკვე ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს მომავალ თაობას, თქვენს თაობას თუნდაც გნებავთ და უმცროს თაობას ბატონ თორნიკე და რა თქმა უნდა სიამოვნებით მოგისმენთ თქვენს. მოგესალმებით პირველ რიგში ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს შედგა ჩვენი გუნდის პრეზენტაცია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ვარ ამ გუნდის წევრი და ორმაგად ბედნიერი ვარ გამომდინარე იქიდან, რომ საშუალება მომეცა დავდგე წინა ხაზზე ფაქტობრივად და როგორც ბატონმა ბექამ აღნიშნა, ვარ თბილისის საკრებულოს კანდიდატობის ათეულის, ასე ვთქვათ, წევრი. კერძოდ მე-9 წევრი პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სიიდან. ძალიან ბევრი უცხოელი მოგზაური თუ მკვლევარი თბილისს ადარებდა ფენიქსს. ეს არის ქალაქი, რომელიც ფენიქსივით აღსდგებოდა ფერფლიდან და აგზელებდა ცხოვრებას. დღეს სწორედ ამ მოცემულობაშია თბილისი, ვინაიდან სულ რაღაც 3-10 წლეული არის გასული მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ, იყო სამოქალაქო დაპირისპირება ძალიან სერიოზულ დონეზე. სულ რაღაც 3-10 წლეული არის გასული მას შემდეგ, რაც თბილისმა მიიღო უამრავი დევნილი, როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოს რეგიონებიდან და ფაქტობრივად თბილისს სჭირდება განახლება, თბილისს სჭირდება გაძლიერება. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაზეც მსურს ხაზგასმა გახლავთ ის, რომ თბილისის განვითარება პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია რეგიონების განვითარებაზე. აუცილებლად. რა ჭრილში ვამბობ ამას? დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ფაქტობრივად იძულებულია დატოვოს საკუთარი ქალაქი, სოფელი, უკეთეს შემთხვევაში თბილისში ჩამოვიდეს, ხოლო უარეს შემთხვევაში წავიდეს საზღვარგარეთ. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ფაქტობრივად ათეულ ათასობით საქართველოს მოქალაქე გადის საზღვარგარეთ, რაღაც გარკვეული ლუკმაპურის საშოვნელად, ასე ვთქვათ, ტოვებს სამშობლოს და მის ნაცვლად აქ ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და განსაკუთრებით ისინი არიან ეგრეთ წოდებული მესამე სამყაროს, ასე ვთქვათ, ქვეყნებიდან, განვითარებადი ქვეყნებიდან, რომლებიც განვითარების გაცილებით უფრო დაბალ საფეხურზე დგანან, ვიდრე ამ შემთხვევაში საქართველო და ქართული ეკონომიკა. უწინარესად თბილისის პრობლემატიკიდან ასაკვირველია გამოყოფდი დაბინძურებულ გარემოს, საცობებს, დაკარგულ ქალაქის იერსახეს და ამ ყველაფრის პარალელურად რასაკვირველია სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში და მე ამის შესახებ ქალბატონ ნათია მაზანაშვილთან ერთად ვისაუბრე გუშინდელ გადაცემაში, რომელიც ხრის ნახევარზე გავიდა ობიექტივის პირდაპირ ეთერში. მნიშვნელოვანია, რომ სკვერების და რეკრეაციული ზონების განვითარების პარალელურად დაიწყოს მუშაობა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური ყოფის გაუმჯობესებაზე. ვინაიდან ის სიკეთე, რომელიც ქალაქის მასშტაბით ვრცელდება, პირველ რიგში უნდა მივიდეს მოსახლეობის კეთილდღეობამდე. კი ბატონო. და ოჯახების კეთილდღეობამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, ესეც უნდა აღინიშნოს, უმძიმესი დემოგრაფიული ფონი საქართველოში. გარდა იმისა, რომ თქვათ ადგილობრივი მოსახლეობა, ავტოქტონი ერი, ქართველი ერი და ჩვენი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, მკვიდრი მოსახლეები ტოვებენ საქართველოს, შობადობა, ფაქტობრივად სიკვდილიანობა აღემატება შობადობას და ამ მიმართულებითაც ძალიან სერიოზული პრობლემებია და იმის გამო, რომ არ არის ნორმალური სოციალურ-ეკონომიკური გარემო შექმნილი, მოსახლეობა ფაქტობრივად ოჯახების დიდი ნაწილი სამწუხაროდ უარს ამბობს მესამე, მეოთხე და მომდევნო ბავშვის, ასე ვთქვათ, ყოლაზე, გაჩენაზე. შესაბამისად, დემოგრაფია, ეკონომიკური ფონი და ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც არის თბილისში, მესახება მთავარ პრობლემურ საკითხებად ჩვენს დედაქალაქში. დიახ, მთავარ გამოწვევად
მე დღეს ეთერში გეთახმებით თორნიკე, რა თქმა უნდა. ეთერში წარდგენისას აღვნიშნე მახსოვს, მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ან ვინც არის ის ეხლა გაიგებს, რომ მე რუსთავში მომიწევს ბრძოლა, როგორც საკრებულოს კანდიდატს და ასევე მაჟორიტარ კანდიდატიც ვარ ერთ-ერთი მსხვილი უბნის, კერძოდ მე-7 მე-8 მიკრორაიონი ერთად არის. ეს იცის თვითონ რუსთაველებმაც და არა მხოლოდ. და სურს ერთი რამ თქვა, ძირითადად ყველა პრობლემა ქალბატონო ირმა, რაც დედაქალაქშია, მეტნაკლებად არის მთლიანად ქვეყანაში. როცა დედაქალაქს როცა დედას უჭირს, ხომ ეს არ არის უტრირება და რაღაც რომანტიზმი. კიდევ რბილად ვამბობ, ხომ? როგორ შეიძლება იქ შვილებს არ გაუჭირდეს? აი ამ კუთხითაც მინდა შევხედოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა დღემდე არჩევნებით, საარჩევნო კოდექსებით, იმ ვაკხანალიით, რომელსაც სასრული არ აქვს, ამით არ მოსულა დღევანდელ დღემდე და მეთანხმებით თქვენ ფილოლოგი ქალბატონი ბრძანდებით, დიდი დამსახურებით და ხარისხით და რა თქმა უნდა ამ ფონზეც არაერთს იტყვით, რადგან ყველა შეხედულება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაც არ უნდა ასე ვთქვათ, შევხედოთ და აღვნიშნოთ დღევანდელი ტრაგიზმის შესახებ, ხომ, მისი შინაარსი რამენაირად გამოვკვეთოთ, ძალზე დრამატული და ძალზე არაკეთილსაიმედოდ მოსჩანს. აი კონკრეტულად არის ხოლმე კითხვა, თქვენ არჩევნებში ღებულობთ მონაწილეობას? კი, ბატონო, პატივცემულებო, აი დღეს პრეზენტაცია გქონდა და ვღებულობთ. შემდეგ შეიძლება დაისვას კითხვა და უკვე არის ესეთი კითხვები. აი რატომ ღებულობთ იქ? აი კონკრეტულად გეტყვით, არაერთ გზის უთქვამს ეს ბატონ დავითს, ქალბატონი ირმას, თქვენ რა თქმა უნდა ქალბატონი ირმა და არაერთს ჩვენს გადაცემებში, რომ ბოიკოტს როგორც ასეც მაშინ აქვს პოლიტიკური დატვირთვა, როცა ის საყოველთაოა და კონკრეტულად ბოიკოტი, რაღაც გაბუტვა, ფარდის უკან დადგომა და ასე შემდეგ არასდროს არ იყო და ვერც იქნება რაიმე პოლიტიკური დივიდენდის მომტანი, ხო, აი სასარგებლო შედეგის მომტანი. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა არათანაბარ ველზე ვართ. პატივცემულებო, ეს ძალიან კარგად იცით, მე ვეღარ ჩამოვთვლი ახლა თუ რა რეპრესიები, მარწუხები, თავიანთი რეგულაციებით შემოგთავაზეს და შემოგთავაზა ოფიციოზმა და დიდი ხანია ეს ასე გრძელდება. ქალბატონმა ირმამ რომ აღნიშნა, რომ გაყალბების შესახებ თქვა, ხო, რამოდენიმე წინადადება, რომ მას უშუალოდ უყალბებდნენ. ასევე ქალბატონ ირმა ინაშვილს ეს რა თქმა უნდა ყველამ ვიცით საგარეჯოში რაც მოხდა, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, რა თქმა უნდა ამ ერთობის და კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ. თუმცა მინდა გითხრათ, პატივცემულებო, ჩვენ მხარდამჭერებო და აბსოლუტურად ყველას მოგმართავთ. ჩვენ არა ვართ კონკრეტულად, არც ეხლა და არც მერე ვიქნებით, ვინიცობა მოვიდეთ სადმე და ასე ვთქვათ, მუნიციპალურ დონეზე თუ უფრო ფართო მასშტაბით ხელისუფლებაში და ეს აუცილებლად დადგება ეს ჟამი, რომ ჩვენ ვიყოთ კონკრეტული სეგმენტის პრემიერ-მინისტრი, კონკრეტული სეგმენტის დაუშვათ ომბუდსმენი, თუ ნებისმიერი მინისტრი, თუ პარლამენტარი დეპუტატი, თუ პრეზიდენტი, იცით, როგორც დღეს ხდება. დღეს ადამიანები დამეთანხმებით და გაცილებით მეტ სიტყვით ალბათ ამ რანგშიც, აი ეს პიროვნებები, პატივცემული პიროვნებები, უსაზღვროდ პატივცემულები, ოღონდ არა უკვე მოსახლეობისგან. დიდი ხანია საკუთარ თავს ცემენ ეს ადამიანები პატივს და ამ კუთხით მინდა გამიგოთ. აი საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ნარცისით დაავადებულნი და საერთოდ სირამქლემას პოზიციაში მდგარი ადამიანები გვეუბნებიან, რომ თურმე ყველა მუნიციპალიტეტში თვითონ გაემარჯვებენ. ძალიან ბედნიერად და სიხარულით აღნიშნავენ ამას. ეს პატივცემულებო, ჩვენ ითქვა, რომ საქართველოში წაკითხulis შინაარსის
ასე ვთქვათ, და გააზრება უჭირთო გესმით, იყო ეს სხვადასხვა მარკერები. შეიძლება ნაწილობრივ დავეთანხმო, მაგრამ ეს მაინც უტრირებული, გაფორმებულია, პოლიტიკურად გამობრძმედილია ქართული მოსახლეობა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მას იმდენად ვეღარ დღეს ან თავს იტყუებს უმრავლესობა, ვინც თავს იტყუებს, ან კონკრეტულად დგას იმ პოზიციაზე, დღეს როგორც აღნიშნე, სინდისის ხმას, სინდისი არატროფირებულა ბოლომდე და გულის ხმას რომ მიყვება და გააკეთებს იმ არჩევანს, რაც ქვეყანას გამოადგება და აქედან გამომდინარე თითოეულ ჩვენთაგანს პატივცემულებო. არ შეიძლება არ შევეხოთ ქალბატონო ირმა მიმდინარე მოვლენებს დღეს გუშინ წინ რაც ხდებოდა ჯერ თითქოს ვერ აანალიზებდნენ არა ნიჭი არ აკლიათ აქ ოფიციოში მყოფ პიროვნებებს და რაღაც გათვლები მიუხედავად იმისა რომ ძალზედ ბურუს მოსილია მათი მომავალი და თვითონაც ძალზედ ასე ვთქვათ სომნაბულურ ვითარებაში არიან თავიანთ მომხრეების ხელისუფლებას წარმოადგენენ მხოლოდ მათ იციან სად რატომ და როდის გახსნან ოფისი რას გამოიწვევს რა შედეგი ექნება და ასე შემდეგ. აი როგორ მიგაჩნიათ ის ვითარება რაც შექმნილია ეს სამი დღე უფრო მეტად გამწვავებულია და ძალზედ ცუდი ასე ვთქვათ მიმართულება მოსჩანს აი ცუდ კალაპოტში დგება ეს ყოველივე თუ მას კალაპოტი შეიძლება დავარქვათ რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მართლა ერთი ნაბიჯია სამოქალაქო დაპირისპირება უკვე სახეზია ჩვენ ძალიან გვტკივა პატივცემულებო ამ პოლიტიკურ ერთობას აბსოლუტურად ყველა ეს არ არის ქარაგმა ეს არ არის თავის მოწონება ჩვენ შემთხვევით არ გვითქვამს რომ აქ ესე რაღაც ჰაერიდან ჩამოვარდნილი ძალები არ შევკრებილვართ ჩვენ ძალზედ ბევრი გვაქვს საერთო სარწმუნოებრის კუთხით ჩვენი ქვეყნის სიყვარულის კუთხით ეს იდენტიფიცირებულია ჩვენთვის და მოყვასად მივიჩნევთ იმ ადამიანებს რომელიც კატეგორიულად გვეწინააღმდეგებიან შეიძლება გვემტერებიან კიდევაც ტრობა აბა ის სხვა რა უნდა დაარქვა რასაც ჩადის დღევანდელი ოფიციოზი მე გუშინდელებზე აღარ მაქვს საუბარი იმ რეჟიმს წერტილი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა დაუსვა იმ რეჟიმის გაშიშვლება და როგორ გითხრათ პოლიტიკური დეკადანსი მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაქრობა მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის წყალობით და მისი მეცადინეობით იყო შესაძლებელი და აბსოლუტურად ყველა პირობა იყო ამისა აღარ განუმეორდები ხშირად გითქვამს ხო თქვენი პოლიტიკური ქორწინების შესახებ ეხლა რეალურად ვიცით ჩვენ კარტ ბლანშს ვისაც აძლევთ როგორ ხდება რანაირად ციხიდან ვისი წყალებთ და როგორი წყალებთ მე ჩვენ კონკრეტულად ყველას გვინდა ზურგის ქარი უსურვოთ თუ მათი ჩანაფიქრი მათი ნაბიჯი ოდნავადაც არ იქნება საწინააღმდეგო ქვეყნის ინტერესებისა მაგრამ ვაგლახ რომ სწორედაც ხშირად აი ესეთ ვითარებას ვაწყდებით ხოლმე როცა უფრო მეტი ქმედითი ჩარევა სჭირდება პატრიოტთა ალიანსს ამ პოლიტიკურ ერთობას ანუ იმის თქმა მსურს რომ ეს ბრძოლა ჩვენს მიმართ რაც წარმოებს ჩვენ გვაძლიერებს ნუ დაფრთხებით ნუ რავინ ჩვენი მხარდამჭერთა რიგები არ ვაფორმებ ძალზედ ასე ვთქვათ ბევრდება განსხვავებით ჩვენი მოწინააღმდეგე ბანაკისა არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ რბილად აღვნიშნე ისინი თავიანთი გამეჩხერებული შემცირებული რიგების შევსევას ცდილობენ დაუბრუნდები კითხვას ქალბატონო ირმა როგორ მეგაჩნიათ აი საითკენ უნდა წავიდეს ეს ვითარება არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ როცა ესეთი დენთის სუნი ესეთი სამოქალაქო დაპირისპირება ესეთი გაუტანლობა ესეთი სიბილწე და გარყვნილება ლექსიკაში და ასეთი ქმედება დიდის თუ პატარის ქალბატონის თუ მამაკაცის საერთოდ შენი თანამემამულის მიმართ იცით რა მე არ შემიძლია ახლა არ ვისაუბრო იმის შესახებ როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ჩემთვის მონდობილი პასუხისმგებლობით მინდა აუცილებლად თქვა თუ რატომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას პირველ რიგში ძალიან კარგად აღნიშნეთ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი
ყოველთვის აქვს შედეგი და მით უმეტეს თუ სწორი ბრძოლა, სწორად არჩეული, სწორი კურსი აქვს ამ ბრძოლას, ის აუცილებლად დადებითად შეფასდება და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ადრე თუ გვიან, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სადავეების ხელში აღებას, ჩავიგდოთ ხელში ქვეყნის სადავეები იმისათვის, რომ რეალურად პროგრესისკენ, სიკეთისკენ წარმართოთ, ჩვენი ტრადიციების გაძლიერებისკენ წარმართოთ იმისათვის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა უფრო მეტად და მეტად განათლებული, განვითარებული და ჩამოყალიბებული გაიზარდოს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ იცით რატომ ვიღებთ კი კვლავ არჩევნებში მონაწილეობას, მეორე მე პირველი აღვნიშნე, მეორე ის რომ მე ძალიან ხშირად და არა მხოლოდ მე დარწმუნებული ვარ თქვენც და ყველას ვისაც კი ტელეეკრანებზე ხედავენ და ვინც კი იციან რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ვარ შესული, ყველას გვეკითხებიან რა გვეშველება რა მე ქალბატონო ირმა აი ამ შეკითხვით რომ იწყებენ. Რაღა თქმა უნდა გვეშველება იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენი მოსახლეობა გამოიფხიზლებს, თუ კი ჩვენი მოსახლეობა ქუდზე კაცი ჩათვლის რომ სწორედაც ეს მუნიციპალური არჩევნები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონებში, ქალაქში, ამიტომ აუცილებლად უნდა მივიდნენ არჩევნებზე და გვეშველება თუ კი მოგცემთ ხმას და თუ კი მოგცემთ იმის საშუალებას რომ ჩვენ ვიბრძოლოთ თქვენთვის, ჩვენ ვიყოთ თქვენი სიტყვა, გნებავთ იმ საკრებულოებში და გნებავთ იმ მერების სახით წარმოდგენილები. ეხლა რაც შეეხება იმ ძალიან მძიმე დღეებს, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ უკვე მესამე დღეა. საქმე რაშია, იცით, მე ადრეც საუბრობდი, სულ პირველად რითი დაიწყო უკვე 280 დღეა თუ რაღაც უფრო მეტიც, მე მგონი 290 დღე არის უკვე ამ გამოსვლებისა. ნუ დაგვავიწყდება, საიდან დაიწყო ეს გამოსვლები? ეს გამოსვლები დაიწყო იქედან, როდესაც ქართულმა ოცნებამ მიიღო ის ავბედითი კანონი, რასაც უცხოური აგენტობის შესახებ კანონი ქვია, ანუ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ხო? თუმცა მაშინვე შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, იცოდნენ ზუსტად რა მოყვებოდა ამას, რა პროცესები მოყვებოდა ამას, შეიძლებოდა თავიდან აცილება და ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო ამ კანონის ეს პუნქტები სხვადასხვა კანონებშივე გაწერილიყო ქვეპუნქტებად და ეს ასეთ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა. აი სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ დავინახეთ, რომ რაღაცა ესკალაციისკენ დაიწყო ქართულმა ოცნებამ, თვითონვე დაიწყო მიმართულებით სიარული, მაგრამ ყველაზე მთავარი კიდევ ის არის, რაში ასე ვთქვათ, გამომჟღავდა და გამოვლინდა მათი ამ ესკალაციისკენ ბრძოლა, რომ სწორედაც არაერთგზის გამოგზავნა ბატონი მდინარაძე, ბატონი კობახიძე და გვითხრეს, რომ უიმე დედა ესენიო, ცოტანი გვეგონენო და თურმე რამდენი ყოფილანო. ანუ ხაზი გაუსვეს, აი გააფთრებული ხალხი რომ იყო გარეთ გამოსული, ხაზი გაუსვეს ეგრეთ წოდებული ნაცების და მათი ფრთების სიძლიერეს. კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ არჩევნებში ჩვენ რომ თქვენ ხმას მოგპარავთ და ამათ დაუწერთ, ესენი ამას იმსახურებენ, ნახეთ რამდენი არიან. შემდეგ უკვე იმის მაგივრად, რომ რაღაცას სხვა ნაბიჯები გადაედგათ, რაღაცა საერთო გამოენახათ, გნებავთ იმ ევროპასთან მოლაპარაკებებით, გნებავთ იგივე ეგრეთ წოდებულ ამ ოპოზიციასთან, გნებავთ იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც რეალურად გულწრფელად იბრძოდნენ, გამოგზავნა ბატონი კობახიძე და კვლავ გითხრა, რომ 2030 წლამდე ჩვენ თითქოს მიწყნარდა ეს აქციები, მაგრამ გამოგზავნა და ბრძანა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვემშვიდობებით ევროკავშირს, ჩვენ დროებით ვაჩერებთ ამ პროცესს ევროკავშირში გაწევრიანების, რამაც უფრო დიდი ტალღა გამოიწვია მოსახლეობის და უფრო დიდი აღშფოთება, თუმცა იმ კანონის არ იყოს, იმ უცხოური აგენტობის შესახებ კანონის არ იყოს, დღესაც ჩემთვის გაუგებარია, რა აუცილებელი იყო ამაზე ხმამაღლა საუბარი, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ბატონი პაპუაშვილი დღეს უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ ჩვენ არასოდეს ევროპაზე უარი არ გვითქვამსო და მსგავსია ბატონ კობახიძეს არავის უთქვამსო. კი, მაგრამ ეს აქციები რისი შედეგია? ანუ ეს არის რამდენად სამარცხვინო ფაქტი, რომ ჩვენ ხედავთ რეალობის წინაშე, აი ამ მანკიერი პრაქტიკის წინაშე ვდგავართ, რომ დღეს ბატონი პაპუაშვილი იმასაც კი კადრულობს და გვეუბნება, რომ ჩვენო არასდროს გვითქვამსო, რომ ჩვენ ევროპაში აღარ წევრიანდებითო და დროებით შევაჩერეთ ეს პროცესიო. ეხლა ნელ-ნელა ჩვენ ხედავთ, რომ კვლავ პროცესები თითქოს მიწყნარდა, კვლავ გადავედით საარჩევნო რაღაც გარემოში და
უცბად ჩვენ ხედავთ რას ხედავთ იმას რომ ბატონი კახი კალაძის ოფისი თავისი ცენტრალური ოფისი ჩნდება ზუსტად იმ ადგილას სადაც ეს მომიტინგე ახალგაზრდები თუ ძველგაზრდები ვინც არიან ხო სწორედ ეს გზა უნდა გაიარონ რომ მივიდნენ იმ პარლამენტამდე ანუ ეს თითქოს ისეთ რა არის ცეცხლს ნავთს ასხავ კიდევ რამდენად აუცილებელი იყო ამ ოფისის უშუალოდ აი ამ ტრასაზე რა თქმა უნდა ეს ამას გამოიწოდა იცით ანუ მე კიდევ ჩემი აი ამ ზემო ხსენებულიდან გამომდინარე მე უკვე არგუმენტირებულად დავამტკიცე ის რომ ამას ყველაფერს ხელისუფლება აკეთებს მიზანმიმართულად თუ არა რა თუნდა ამაზე ფიქრი რომ შენ იცი რომ იქ ის აზვირთებული ხალხი მოდის იცი რომ ბევრი თავშეუკავებელი ახალგაზრდა რომელიც მერე ციხეში აღმოჩნდება ანუ შენ სპეციალურად აკეთებ ამას რომ ესკალაციისკენ მიყავს და სამწუხაროდ ჩვენ რას ხედავთ რომ უკვე დღეს ხელჩართული ბრძოლა მიდის მივდივართ უკვე სამოქალაქო დაპირისპირებამდე აი ეს არის იცით მთავარი რომ ქართული ოცნება ფაქტია რომ ვიღაცის დაკვეთას და დავალებებს ასრულებს იმისათვის რომ აქ აუცილებლად უნდა დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება თუმცა რა შედეგით დასრულდება ეს სამოქალაქო დაპირისპირება ალბათ შემკვეთმა უკეთესად იცის ბატონო ბექა მეც დიახ აუცილებლად დაამატებს მე ვფიქრობ რომ ეს დაპირისპირება არის ხელოვნურად ინსპირირებული მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას ეს დაპირისპირება საიდან დაიწყო იქიდან რომ ფაქტობრივად ხელისუფლებამ გარკვეული სკეპსისი, გარკვეული ეჭვი გააჩინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნა ქალბატონმა ირმა. გამოსული ადამიანების უმრავლესობა არის არა ნაციონალური მოძრაობის ლელოს თუ სხვა პარტიების მხარდამჭერი, არამედ სინამდვილეში არის უბრალოდ ევროპული კურსის მომხრე. თორემ რეალურად არც ერთ ამ ფსევდოოპოზიციურ პარტიას არ შესწევს იმის ძალა, რომ ამდენი ადამიანი გამოიყვანოს ქუჩაში. უბრალოდ გაჩნდა ძალიან სერიოზული სკეპსისი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რამაც ააღელვა ახალგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი. ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მათ შორის მეც, ნამყოფია ევროპაში, მეტნაკლებად იცნობს ევროპულ კულტურას, ზოგი უნივერსიტეტში ეუფლება სპეციალურ მიმდინარეობებს ევროპული კულტურის შემსწავლელს, არის ევროპის მცოდნეობის ფაკულტეტი, არის თქვათ ბრიტანეთმცოდნეობის, გერმანისტიკის, სკანდინავისტიკის და სხვადასხვა მიმართულების და ძალიან ბევრი სტუდენტი სწავლობს ისეთ მიმართულებებზე, სადაც შეისწავლება ევროპის ქვეყნების ისტორია, ევროპული კულტურა, თანამედროვე ევროპული სისტემები. შესაბამისად, ამან ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვია ქართული ოცნების რეპუტაციისადმი, კერძოდ ახალგაზრდების დამოკიდებულება ქართული ოცნებისადმი. ეს კონფლიქტი არის ხელოვნურად გამოწვეული. ეს დაპირისპირება კიდევ უფრო ამწვავებს პოლარიზაციას, რომელიც არის საზოგადოებაში და მე ვისურვებ, რომ ახალგაზრდებმა ბოლომდე გაიტანონ თავიანთი და საქართველო გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. კი ბატონო, ძნელია არ დაგეთანხმოთ. ევროპული სივრცის ნაწილი ჩვენ ოდითგან ვიყავით. მინდა ასე ვთქვა, ეს არ იქნება ახლა ჩვენი პოლემიკა. თუმცა კი, იცით, როცა დიდ სტეპს წარმოადგენდა ევროპა და აქ ცივილიზაციის აკვანი დიდი ხნის დარწეული იყო, აი მაშინაც კი იმ კონტინგენტს, იმ არეალს მივეკუთვნებოდით, რასაც ეხლა, რა თქმა უნდა, ამ კონტინგენტზე გაჩენილი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთი საუკეთესო თვისებებით, თავიანთი ძალზედ ესეთი ტექნოლოგიებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მისაბაძია უშუალოდ. მოდით აი თუნდაც ელემენტარული მაგალითი გავიხსენოთ, ბოდიშის მოხდა მცირე ჩანარს გავაკეთეთ. თქვათ ეგრეთ წოდებული კარავის შექმნის იდეა, ეს არის პარლამენტარიზმის ჩანასახი ფაქტობრივად. ისნის კარავი. ჯერ ისნის კარავი ყალიბდება და შემდეგ შემოდის უკვე პარლამენტარიზმი დიდ ბრიტანეთში და სანამ დიდი ბრიტანეთი კერძოდ ინგლისი სახელმწიფოდ იქცეოდა, მანამდე ბევრი საუკუნით ადრე საქართველო უკვე იყო სახელმწიფო. კი ბატონო, დაახლოებით საუკუნე დაჭირდა ლორდთა პალატის შექმნას და ამის ასე ვთქვათ პრეცედენტს ინგლისში, როცა ჩვენთან ისნის კარავის არა მხოლოდ ჩანასახი, არამედ დიდი ინოვაცია იყო. მოდი გავანებოთ თავი, რა მიმართულებით უნდა განვითარებული იყო, იქ რა იყო мотиваცია აი ამ ისნის კარავის შექმნისა, მაგრამ სწორება იმისა, რომ თამარ მეფე ბრძანებდა დიდი მონარქი, რომ მე თქვენ გემორჩილებით მიმართავდა მამებს
და თვითონ როგორი მლოცველი დიდი წმინდანია და დარბას მიმართავდა, ხო? ანუ ამან ყველაფერმა შედეგი ის გამოიღო, რომ ჩვენი ავტოქთონური ძალზედ ისეთი მართლაც ღვთისგან ნაკურთხიერი და ღვთისმადლის გარეშე ჩვენ დღემდე ვერ მოვიდოდით. რეალურად მეცნიერების კუთხით, ხელოვნების კუთხით, ყველგან რომ ეს არ არის ახლა ბაქიბუქი პატივცემულებო, ყველგან რომ სიტყვა გვეთქმოდა და ეხლაც გვეთქმის, რა თქმა უნდა, ეს ერი არ შეიძლება დაჩიავდეს. ამ ერის მოსვლა დღევანდელ დღემდე არ შეიძლება იყოს განპირობებული რაღაც შემთხვევითობით. ასე რომ ის შეწევნა, რაც ჩვენ მიგვიღია განგებისაგან, მიგვიღია არა განიარაღებულებს, არამედ აი ასე ვთქვათ, შესაძლებლობების მქონეებს, რა დიდი შესაძლებლობებიც საქართველოს და ქართლს ყოველთვის ჰქონდა. და საერთოდ ადამიანის შესაძლებლობა ამოუწურავია, ხომ? შეიძლება ასეც ითქვას. ჰუმბოლტი ამბობდა ხოლმე, ადრეც გავიხსენე და მრავალი ქართველოლოგი, რუსთველოლოგიც, ქართველიო, ყველა ქართველი ხელოვანიაო და ქართველი ხელოვანი ორგზის ხელოვანიო. ყველა ქართველი მღერისო და ქართველი მომღერალი ორგზის მომღერალიო. იგივე თქვა მწერლობაზე, პოეტიკაზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო ეს ჩვენ პასუხისმგებლობას გაცილებით მეტად გვიღვივებს, გვაძლევს წარსულის მიმართ და მომავლის წინაშეც მომავლის ასე ვთქვათ განვითარებისათვის და ქარაგმა და ასე ვთქვათ ხიბლში ნამდვილად არ ვარდებით. რაც შეეხება არ დამავიწყდება ეხლავე გადმოვალ, რაც შეეხება გამიზნულ ნაბიჯებს, რომ აი ბრძანა ქალბატონმა ირმამ და რა თქმა უნდა თქვენს აბსოლუტურად გეთანხმებით, გამიზნულია ყველა ის ნაბიჯი, თუმცა კი იცით რა, არაკრებს ითად მთელი ოცნების რაღაც ისტაბლიშმენტისაგან. მათ ხომ ყავთ ერთი ლიდერი, მათ ხომ ყავთ ერთი კერპი რა, ძალიან რბილად ვამბობ. იცით კონკრეტულად ამ ადამიანებს ახლა გასიგრძე განებული აქვთ თუ არა, ან შესაძლებლობა, უნარები აქვთ თუ არა, მსგავსი რამ ჩაიდინონ მათ გონებრივ შესაძლებლობებს საუბრობ, ეს მე ნაკლებად მაინტერესებს. დაუდევრობით, უცოდინარობით, დილეტანტიზმით თუ შეგნებულად, როგორც არ უნდა იყოს და ხშირად უცოდინარობით მოტანილი შედეგი გაცილებით მსახრალი და გაცილებით ნეგატიურია ხოლმე, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ცუდს და ძალზედ დიდ საფრთხეებს უქადის და საფრთხეში ვართ კიდევაც. მე როგორ შეიძლება დავინტერესდე, აბა მან იცოდა, არ გვაინტერესებს ის რაც ჯერ ერთი მსახურება მიდის უნაკლო, რასაც უაპელაციოდ ასრულებენ, მათ დარწმუნებული ვარ, ხშირ შემთხვევაში არ იციან ქალბატონო ირმა თუ რა შედეგები მოყვება. აი მათი საერთოდ მამოძრავებელი. აი ძალზედ წუხილით ვამბობ ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. მათი ტრიგერი, მათი წყარო საერთოდ არსებობისა და ცხოვრების საზრისი არის მხოლოდ პირადი ფუფუნება. არის დიდხანს დარჩენა ხელისუფლებაში მოკალათებულნი და საერთოდ აი ეს ნივთიერი ტკბობა. აი რაოდენ ტანდემში და რაოდენ სიმბოლურად მოსჩანს. ეხლა ბრძანებდით დაბინძურებული გარემო, დაბინძურებული ჰაერი და ასე შემდეგ. ამ დაბინძურებულ ჰაერსა და გარემოს დაბინძურებული სოციუმიც აქვს პარალელურად ყავს. დაბინძურებულია ურთიერთობები ჩვენს თანამოქალაქეთა შორის. დაბინძურებულია აღქმა. დაბინძურებულია და დასარევლიანებული ლექსიკა, ეს ქართული საუბარია განა რა ლექსიკითაც ერთმანეთს მიმართავენ. საერთოდ სულერთიაობაა განათლების მიმართებაში, ორივენი განათლების სპეციალისტებიც ბრძანდებით თქვენი ჭირიმე. სულერთიაობაა. ხომ აღარ დავკონკრეტები ახლა ვის დიპლომი არ აქვს, სად საჭირო იყო, სად არ სურდა, ასე შემდეგ, ხო? თუნდაც ის რეკლამა მე გირჩმა რა უნდა დამიშაოს კაცო. ან ქვეყანას როგორიც იყო საქართველოს გირჩები და ასე შემდეგ წიწვები რაღაცას უშავებდნენ, თუმცა კი მცდელობა ძალზედ დიდია ხოლმე. რამე თუ ესენიც მართულნი არიან. ხელოვნური ინტელექტისგან არის ის რეკლამები, რომელიც გადის ტელევიზიით.
რომ აი ბაბუ რა ვქნა, იქ ბებო თურმე გაჭირვებულია და რა ქნას 36 უნდა 100-ჯერ 36 შემოხაზოს ბატონო, მაგრამ ან ახალგაზრდა გოგონას სიტყვით საუბრობენ, ეს ხომ არის ახალგაზრდების დაკნინება. ეს არ გახლავთ რეკლამა. და კონკრეტულად იცოდეს, შევახსენებ მე ტელემაყურებელს, რომ რეკლამის უფლება პატრიოტთა ალიანს თავის ტელევიზიაში აქ ობიექტივზე არ აქვს, იცით, აი ესეთი, ასე ვთქვათ, ჯადოსნური კანონები მოიფიქრეს ამ იურისპრუდენციის კარუზოებმა, მაგრამ ვალდებულება გვაქვს, რომ გავუშვათ რეკლამა ოცნების, რეკლამა გირჩის და ასე შემდეგ. ის ქალბატონი ბრძანებს თუ საქალბატონე, ის ხელოვნური ინტელექტისგანა, ხო, ასე ვთქვათ, მოტივირებული და უფრო თამამად ვიტყვით, რომ არავით არის შეურაცხყოფა ახალგაზრდების მიმართ. პირიქით, სოლიდარობა. ბევრ საკითხში, რომ უნივერსიტეტში თურმე ვერ ისწავლა ის, რაც გირჩისგან ისწავლა, უფალო გვიშველე და გადმოგვხედე. რაღაცის ორ საკითხს შევეხები ძალიან მოკლედ. პირველ რიგში საქართველოს ევროპული სივრცის წევრობას. კონსტანტინე გამსახურდია დიდებულად ამბობდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ისეთი სერიოზული სულიერი მისია არის ევროპული და აზიური კულტურების შერწყმა და ჩვენ ნამდვილად ვართ კავკასიის ყელი, ევრაზიის, ასე ვთქვათ, მაკავშირებელი ნერვული კვანძი. სადაც ძალიან ბევრი რამ წყდებოდა და დაახლოებით 17 იმპერია დაილეწა კავკასიონზე საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში არ არის მკვეთრად ან სულ აზიური კულტურა, ან მხოლოდ ევროპული, ეს არის შერწყმული კულტურა. და კიდევ ერთ საკითხს შევეხები, კერძოდ ეს ეხება რეკლამებს და თანასწორ გარემოს, თანასწორ საარჩევნო გარემოს. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რაკიღა საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ხალხის საშემოსავლო, ასე ვთქვათ, გადასახადით, ხალხი თავიანთი ფინანსური სახსრებით აფინანსებენ ამ არხს. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას და ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, აუცილებლად უნდა კონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი პარტიის, საკუთარი მოძრაობის საქმიანობის და მიზნების შესახებ წარუდგინოს ინფორმაცია ამ მომრჩეველს. კი ბატონო, კეთილი. ჩვენ გვატყობინებენ, რომ არ გაგვდაგვრჩა, ასე ვთქვათ, ბევრი დრო, თუმცა კი დამშვიდობებასაც მოვასწრებთ და ქალბატონი ირმას მინდავთ, ხო? დღეს მაინც პრეზენტაცია იყო ქალბატონი ირმა და იცით ამ ცხელ, ასე ვთქვათ, კვალზე კიდევ ერთხელ მიუმართოთ ამ მომრჩეველს, თუ ვინმე არ იცის კიდევ რატომ უნდა გააფერადოს რვიანი. იქნებ მათ შესაგონებლად, მათ შესახსენებლად, ასეც ვთქვათ, იყოს საჭირო თქვენი თუნდაც დამშვიდობების წინარე მიმართვა კიდევ ერთხელ. აუცილებლად, მადლობა, რა თქმა უნდა, რვიანი უნდა გავაფერადოთ ყველა შემთხვევაში, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელსაც არასოდეს უღალატია ხალხისთვის. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ყოველთვის ვიდექით იქ, სადაც ჩვენ სამშობლოს და ჩვენს ხალხს უჭირდა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ყოველთვის ჩვენი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ყველა ტრიბუნა, ყველა გამოსვლა ეძღვნება ჩვენს ხალხს, ეძღვნება ჩვენი ხალხის პრობლემატიკას და რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას უკვე 2014 წლიდან პირველივე არჩევნებიდან, როგორც კი ქართული ოცნება მოვიდა, მუნიციპალური არჩევნები იყო 2014 წელს პირველი. აი იქედან მოყოლებული 2014, 2016, 2020, 2021, 2024, 2025, ანუ მე რამდენი არჩევნებია უკვე ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ვთავაზობთ იმ პროგრამას და იმ პროექტებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, დღესაც ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრამა და პროექტები ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე გაწერილი. არა მხოლოდ ქალაქ თბილისის პრობლემატიკით, არამედ კიდევ ერთხელ გავმეორდები, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე გაწერილი და ეს პრობლემები ჩვენი მოგონილი კი არ არის. ეს ჩვენით კი არ დაგვიხაზავს და დაგვიხატავს. ეს პრობლემები მოდის იმ მოსახლეობისგან, რომელთანაც ჩვენ კომუნიკაციას არ წყვეთ უკვე მრავალი წელია, ყოველთვის მათთან თანამშრომლობთ და ყოველთვის ვუდგევართ
ვართ გვერდში როგორც შეგვიძლია და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩვენ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ რომ ჩვენი იმედი აქვს ხალხს იმედი აქვს იმისა რომ პატრიოტთა ალიანსი ერთხელ და სამუდამოდ შეაბრუნებს ქვეყნის მიმდინარეობას და დააყენებს იმ სწორ გზაზე რასაც ქვეყნის აღშენება და განვითარება ქვია. კი ბატონო, თქვენს პირშაკ არის სწორედაც რომ ესეა, დიდი მადლობა ამ ამომწურავი ინფორმაციისათვის, თუმცა კი ამ ეთერიდან არაერთგზის გაიჟღერებს შესაბამისი, ასე ვთქვათ, წინადადებები ამ პროგრამის შესახებ კიდევ დაინტერესებული პირი ვაკუუმში ვერ აღმოჩნდება, რამე თუ ყველანი გაეცნობიან ჩვენს პროგრამას მუნიციპალურ დონეზე, რეგიონების კუთხით და იმ სპეციფიური ნიშნით, სად რა გამოწვევაა. დიდი მადლობა უფალს შემოქმედს ყველაფრისათვის. დიდი მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ეთერი. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ, ჩემო ქალბატონო ირმა და ბატონ თორნიკე და დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს. ჩვენ დაგვიწყო უკვე სიხშირე, უფრო გახშირდება ჩვენი კომუნიკაცია, არა ეთერიდან, მხოლოდ პირადი შეხვედრებიდან და აწმყო თუ არ აქვს წყალობს, მომავალი მართლა ჩვენი იქნება ერთობლივად. ნახვამდის. ნახვამდის.